გათხარი. ცოტა ძალიან. ხო, კარგი არა უშავს. ისე მომიცენა თქვენსახშინა წავიღო. ეგ არა ჩემი არა კაცო ჟოზეს იმომეციეთ. მაშორიქიდან განახმაც არ მინდა. ან თქვენი ნაცხონი აღარ გავყიდო. აი თათია უნდა გაყიდო, მაგრამ რა არის იცი? ოსულებს, ბავშვებს, ახლობლებს მაინც ნუ მიყიდი რა იცი. ბავშვებს, მომიცი ჟოზეს. აი ჟოზე. ხო, მომიცი. გამარჯობა. ნაცხონი გინდა ნიკა? კი. კაი. თათია დედა ორი ჟოზე გამოგატანე. ეხლა ვიქი. Lascia vedere stupidi. Sette ogdia. Mica è scelta sul noce. Ma la che? C'è sai da disblocati. Ah, chiedo. Ui, satsqali ara da მთელი დღე ეძებდა ჟოზე ამას. ჟოზე? ხო, ჟოზეს ბლოკნოტია დაკარგა. ჟოზე. Lascia bizia. ეს პუტკუნა ჟოზე ნახე? არ მასროლინებ და ნოლს ვიქნები, აბა რა იქნება? შენ ბევრს ლაპარაკობ. დაწერე მათემატიკა. რა არის ეს კიდე რა რამხელა ფორმულა არის რა. მათამაშე რა ნიკა. ჟოზუნია, დაწერე ჟოზუნია, დაწერე. ისოდე დედას უთქვი მე რომ ასწავლო. Ei, ramagari დამქრება გამოვიდა. ხო, კარგი, ხო. ფრთხილებს გარეთ გავიჭანთ და ეგ არის რა. ნიკა, იცოდე, არავინ უნდა გაიგოს რომ ჟოზე ვარ. რაულაშა რას ამბობ? რას ვამბობ და ბოთერო ვარ, ადამიანს გავსვათქო. ნიკა, კარგი ბიჭი ხარ, სატოლი რომ გაასწორე. მადლობა, ელენა. ლაშა, შენ რატომ მიხდი მადლობას? ნიკა ხო იცი როგორი მორიდებული ბავშვია და მე გიხდი მის მაგივრად. ლაშა, მე ქვემოთ ჩავალ, ჟოზეს ამოვიტან, ყავას რომ მივაყოლოთ. არ იქნება დღე ჟოზე. მართალია მეცადინეობს და. ნიკა, მათემატიკა დაწერე და ახალ დისკს გიყიდი. არ მინდა ახალი დისკი, ლაშა ბიძია მიყიდის. მათემატიკასაც ისწავლეს ბოლომდე. ნიკა, ინგლისური იცი? იცის, ინგლისურიც იცის. ბუნებაც იცის, მათემატიკაც იცის და ფიზიკაც. ფიზიკას არ სწავლობ. რა? ფიზიკას არ სწავლობ. მე რა შენ ისეთი რამე იცი რომ ფიზიკაც იცი. მე ქვემო ჩავედი და ესე რა ქვია, ლაშა, ნიკას დაეხმარე მათემატიკა დაწეროს, კარგი? კარგი. მოდი ახლა, რას მიკეთე, კაცო, რას მიკეთე, მოდი ახლა. ნუ ახლა ამ ორ დამახსოვრებულ ციფრსაც მივუმატებთ და მასახი გაკელენე. ლაშა, პატა იყო თავის კარზე თავით მიყუდებული. მერე თავით გააღო და შევიდა. რა ჭირს, ცუდად არის? კი, ცუდად არის. აქედან გაიტანა ხახვი. მერე რა ხახვი გაიტანა?
4 კილო ხახვი გაიტანა ელენე რა მერე რა სულაც არის მაგის საქმე ნიკა ლაშაბიძიას დაუჯერე მე ამოვალ ახლა აი გიდი დაფსკო Jose? Somebody Jose? Lasha vizia. Jose vizia. იცი რა მოვიფიქრე? დედას ისეთი რამე უნდა უთხრა, რომ ერთით სკოლაში არ ვიარო, რა სიტყვი? რას ვიტყვი და ხამიდი ხა დაჯექი და დაწერე და შენი ხმა არ გავიგონო საერთოდ. აი, აგერ არის ფორმულა, აგერ არის მაგალითად და გამოიყვანე, მიდი. Jose ხო, Jose. Fata. Ai puri mogita. Ai bici ხარ გიორგი ყოჩა. ეხლა რა შენიცი ამას? აი ეს ქერქები დააცალე მთლიანად მოაცალე ორივე ეს ქერქები მთლიანად და მომეცი. თემთელი უნდა გადავყლაპო ეს ჩამეხერგოს აი მე ეს ჩაიხერგება ვეღაც წყალგავლა ვეღაც ნერვს გადაყლაპო მე ხო მეტის ღირსი ვარ აი ეს უნდა ვიტანჯო და ვიდგები აქ თელი დღე არის და სანამ მუხლები არ მომეკვეთება აი მიდი დააცალე მიდი აი კარები გაგიღია რა კარგია სუფთა ჰაერი შემოვა გამხიარულდები არა გიორგი არა მაგიტომ არ გამიღია რომ სუფთა ჰაერი შემოვიდეს იმ ველოდები ხა ის თეთრი ბუწოწოები რომ დაფრინავენ ხო იცი მაგათ ველოდები რომ მოვიდნენ ეს ჩაუყალაპო რომ ხველება ამიტყეს და დავიტანჯო გიორგი მეტის ღირსი ვარ გავარჯობა ამაზე რა ხდება ბატონო პროფესორი თევზები გაუშვით აბაზანაში ხედავთ კი ბურჩხანებო როგორ კარგად გავიხუმრეთ თქვენი გულისთვის მიდით ახლა ისინე თქვენთვის თქო დამთავრე რო გიპასუხო კი არა რა სათევზაოთ მივდივარ და გუში ჭიები რო დავტოვე შენთან მეთქი იმათაც წავიყვანთქო რა ბატონო პროფესორო ხშირად დადიხარ სათევზაოთ ყოველ კვირა თუ არა 4 თვეში ერთხელ მაინც ლაშაბიძია ვარ გითხრა რა მე რობერტს თუ სკოლაში არ უნდა ვიარო არ გითხრა არა რატო არ უნდა იარო ესე იგი არ უთქოს ხო ნიკა ამერად რა ჩაიფიქრე კარგი მაშინ მეგეწე რაღაცას ნიკა რას მაინო დე ამბოლო დროს დაკურები ხარ ლაშაბიძიას სულ რომ აქვს ფული მე იცი რამდენი ფული აქვს რამდენი ბევრი ნიკა ბევრი მაინც რამდენი არ ვიცი ჩემ მათემატიკაში მაგდენი არ გვისწავლია ხო თან სულ რაღაც საქმეებზე როდესაც დარგვეუბნება სად აჰა ხო თან სახში სულ დაღლილი ბრუნდება ნიკა რაღაც იცი და არ მეუბნები? ეხლა დასრული ადამიანი ხარ და შენ თვითონ უნდა მიხვდე. გამარჯობა. თეკლა? თეკლა მოგზანდით. ესა ელენე ტაქსის სოცვარიანის ხურდა არ ქონდა და დამიხურდავე რა. აი დიდი მადლობა. ნახვამდის. მაინცაცი ამ უნდა იყო თქვენი გაცნობა. ელენე დიდი მადლობა რა შვებით? რა შვებით და ეზოში ჩავდივართ ხოდე? არა ნიკა. შემეშალა. ეზოში ჩავდივართ. კი არა, ეზოში ჩავდივარ ხოდე. ხო, კარგი ნიკა, ჩადი, ოღონდ არ ირბინო. მალე ამოდი და არ იყვირო. ხო, რა თქმა უნდა, აბა.
რა ჭირს? რა ვიცი, დეპრესია თუ რაღაც მაქვსო და მე კიდევ დგავარ და ვამხიარული. გამოგდის მე? ხო, რა ვიცი. შეიძლება მეცადო? ხო, რა ვიცი. პატა გამოიხედე? აი ხო ხედავ თვითონ, ხო? ნახე? როგორი? არა. არც თქვენ არ გამოგივიდათ ხო ბატონო პროფესორო? ხო, რა ვიცი, თითქოს და კარგად გავაკეთე. ის ლევანიკოს რო უკეთებ, იმას მოსწონს, რა ვიცი. ბატონო პროფესორო, აი ესე არის მთელი დღე დატანჯული, რიგი დრონიც ამოუტანი, იმანაც არ უშველა, აღარ ვიცი რა. პატა. სტრიპტის კლუბში ხوار წავიდე? არა. არა. რატომ პატა? არ არის ცუდი აზრი, თან ახლა პროფესორმა რომ უნდა თქვა, უნდა დაუჯერო. გიორგი, არ მინდა მეთქი გითხარი, გამანებე თავი, უნდა ვიდგე და ველოდებია ბუწუწოებს რომ მოვიდე რომ ჩავყლატო და გამანებე თავი. არ მინდა. ოდის შენკიდე ხარხა. მაშინ იცი რა ვქნათ პატა. აი იმ კლუბში წავიდეთ, აი. არ მინდა გიორგი, არ მინდა არაფერი. დააცალე ეს ქერქები, მოაცალე რომ გადავყლაპო და ვიტანჯო ბოლო. ბატონო პროფესორო, რა უნდა გითხრათ იცით? ჩვენ რო წავიდეთ იმ კლუბში და ეს დავტოვოთ, არ ეშველება? რა გჭირს? ლაშაზე ვარ ჩაფიქრებული. ნერვიულო ფული რომ არა აქვს ხო? არა თეკლა პირიქით. ანუ გიხარია ფული რომ არა აქვს? ნიკამ ჩამაფიქრა. თეკლა შენ თუ ხარ დაკვირვებული ამ ბოლო დროს ლაშას ძალიან ბევრი ფული აქვს. ხო. ხო. სამსახური არ უშოვია. არა. მთელი დღე სადღაც დადის და სახლში დაღლილი ბრუნდება. ხო. ხო? კი. მერე? რა? სამსახური თუ არ უშოვია, საიდან აქვს ამდენი ფული? ან თუ იშოვა, რატო გვიმალავს? ხო. ელენე, იქნებ სპეცაგენტია და საიდუმლო დავალებას ასრულებს. ხო და მაგიტომაც არ გვეუბნება. თეკლა რა სპეცაგენტი, კიბეებზე ძლივს დადის. თეკლა უნდა გავარკვიო საიდან აქვს ლაშას ამდენი ფული. ელენე, იქნებ რამე გაყიდა. რა? აი მაგალითად სამშობლო. სული. კარგი რა თეკლა რა. კარგი, მაშინ კბილი ამოუღო ვინმეს. მე ასეთი რა კბილი ამოუღო? სიბრძნის. თეკლა, იქნებ 4-ვე ცოლი უხდის ალიმენტს, რა ვიფიქრო აღარ ვიცი. კარგი, მოიცადე ელენე, სერიოზულად დავფიქრდეთ, ლოგიკურად მივყვეთ, საიდან შეიძლებოდა ლაშას ეშონა ფული აი ესეთ მოკლე დროში. დავიჯერო იმასთან? არა თეკლა, ლაშა და პოლიტიკა ძალიან შორს არის ერთმანეთთან. მართალია. გამაგალია, პატა, წავიდეთ ჩვენ სათეოსაოთ რა. წავიდეთ. არ მინდა. რატო ჩემი თევზაობა? მე დავაგვიანე უკვე დიდი ხნის წინ უნდა წავსულიყავი. ჩემი თევზი დაიჭირეს უკვე. კარგი რა პატა, წამოდი და იქაც იქნება ეგ ბუწუწოები და ჩაყლაპავ, წამოდი. წამოდი პატა, წამოდი. ავთოს მანქანა გამოვარდი და იმის წავართ და წამოვალ. მანქანა გამოვარდი ავთოს? მაშინ წამოვალ, ოღონდ ერთი პირობით წამოვალ. მე დავჯდები უკან. თქვენ დაჯექით წინ. ხო და ძალიან ჩქარაიარეთ და ორმოებში ურთხით რომ იჟანჟღარო უკან რომ იჟანჟღარო დავიხარჯე. მაგრამ სალექე გვერდულა წამოწევით თავს მივადებ ამ ფანჯარას ესე და ვიჯანჟღარებ თან ხეებს დავითვლო გული ამერიო და დავიტანჯო. როგორი გაწამულე? სათეოსაოთ? არა მგონია. არა. და იქიდან რომ გამოვივლით არა? რა გინდა, კარგია, გამხიარულდები, წავალ სათეოსაოთ დაჯექი არ დაიხალე, მოდი. არ მინდა, ესე უნდა ვიდგე და უნდა დავიტანჯო ესე. აი მე ესე უნდა ვიდგე მთელი დღე და ისა გიორგი, იცი რას ვიზავ ახლა? მოდი დავჯდები და პირიქით არ რავდგები, მთელი დღე ვიჯდები და ესე დავიტანჯები, ხო ერთ იგივე. ელენე,
ელენე და შეიძლება ბანკს ძარცვავს ხოლმე. რა? ძარცვავს რა, ალბათ შედის და ეუბნება როგორი საცოდავია რომ სამსახური არ აქვს, დასთან ცხოვრობს 4 ცოლი გაშორდა და იმათ ეცოდებათ და ფულს აძლევენ. ეგ რანაირი ძარცვა? ნიღაბი უკეთია და ისე ეუბნება. კარგი დაგეხლა რა, მაიმუნობის დროა, ძალიან ნერვიულობს. საიდან აქვს ლაშას ამდენი ფული და რატო გვიმალავს? თეკლა რახან გვიმალავს, ესე იგი რაღაც ცუდია. კარგი ელენე რა, კარგი რა, იქნებ საერთოდ არ აქვს ამდენი ფული და ჩვენ წყვილავ ნერვიულობთ. მოიცა გავარკვევ ახლა. მიდი. აბა, როგორ? ახლა. მიდი. გავიდა. ხო, ლაშა ისა რა შვები? ლაშა, მე რომ სუნა მომწონს ძალიან ძვირი რომ ღირს. შეგიძლია მიყიდო? კი? ლაშა და 2 რომ წამომიღო? კი. და თეკლას რომ წამოუღო? კი. და 2 ცალი რომ წამოუღო? თეკლა დავიღუპეთ. ლაშას ძალიან ბევრი ფული აქვს. ელენე რა დავიღუპეთ, ძალიან მაგარი სუნამოები დავიცრიეთ. 2 ცალი. ხო. ბატონო პროფესორო, აქ ხარ? მოყვება რამე? ამას თუ ხუმრობით მეუნები, დიდი ვერაფერი ხუმრობა გამოგივიდა და თუ სერიოზულად არ ვიცი რა გიპასუხო. და აქ რა საკეთებთ ბატონო პროფესორო? შეკვეთას ველოდები. და თათია სად არის? ჩემი თათია. ხო გითხარი, შეკვეთას ველოდები. ხო, მაგრამ რა შეუკვეთეთ? სადა შავი მოცხარის, ტყის მარწყვის და ჟოლოს კოქტეილი. შავი მოცხარი არ ქონდეს და ბაზარში წავიდა. და მალე მოვა? არა მგონია, ამ სეზონზე შავ მოცხარს ჯერჯერობით ვერსად ვერ იშოვა. და მე არ უთხარეთ ბატონო პროფესორო რომ ვერ შევიდა? არც უკითხია იმას და მეც აღარ გავიგიჟე თავი. და კოქტეილის გარეშე ვერ მიირთვევთ ჟოზეს ნამცხვარს? ეს ჩემთვის კი არ მინდა. აბა? სათევზაოდ მივდივარ და ვიფიქრე თევზები კარგად წამოეგებიან ჟოზეს ნამცხვარს. წამოეგებიან, აბა რა იქნება? დააკვდა ჟოზე მაგის კეთება. ხო არ დავაგვიან. გამარჯობა. არა, მოდით აქეთ დავსხდეთ, ხო? უკაცრავად ბატონო პროფესორო. დაკავეთ ათვალებით. თვალი მწივა და ექიმმა მიჩერა. ისე ხო ჩემს ახლობელსაც აგიგეთ სასაცილო სათვალე. ექიმა ურჩი ალბათ მასაც. ყავა ხომ აქვს აქ? იცით, ყავაც აქვს, ჩაიც აქვს, წვენიც აქვს, ლუდიც აქვს, მაგრამ მიმტანი არ აქვს და ჯობია პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. კარგი, ესე იგი როგორც შევთანხმდით, დიდი რაოდენობით საუკეთესო ხარისხის პურის ფქვილი მაქვს. ნუ ახლა თუ მოგეწონება თქვენ შემიძლია იაფადაც მოგცეთ. ძალიან კარგი და ნიმუში გაქვს ამოღებული? რა თქმა უნდა. აი, ნებეთ. ძალიან კარგი. სად ხარ? სად და მე? სად არის? სად არის და შეკვეთა? ლაშა ვისთაზის ხო არის ის კაცები არის? გეტყოდით, მაგრამ არ მომისმენ. ეცით ეს მართლა მაინტერესებს ამას მოგისმენ. ვინ არის და არ ვიცი.
დეტარაზე ლაპარაკობენ სამსახურზე ხომ არა? როგორ მინდა ჩემი ემზარისთვის ერთი ნორმალური სამსახური. მოიცა ლაშამ თუ მუშაობა დაიწყო ჩემი ემზარს აიყვანს თავისთან სამსახურში. მერე ჩემი ემზარს დააწინაურებენ და მე თქვენს გამოგიზავნით რამეს. მე მეკითხეთ რა ვინ არის ეს კაცი? აგინო ჩემო ემზარმა დაგასაქმოთ. ესენი არ ამგონია სამსახურზე საუბრობდნენ ხალბატონო ნინა. არა? აბარაზე უნდა საუბრობდნენ. ვაიმე როგორ მინდა როგორ მაინტერესებს უნდა გავიგოთ. ბატონო პროფესორო მე დავუძახებ ლაშას და თქვენ გამოგკითხეთ რა ვინ არის ეს კაცი და იქნება რამენად სახელი კითხეთ. ლაშა მე დიდი ბოდი ერთი წუთი თუ შეიძლება მაპატიო. უკაცრავად დიახ მომბიცოლა. ლაშა ის კაცი ვინ არის? ჰა? ის კაცი ვინ არის? გია რა ვქნახლა? შუაში არა ვარ. საქმეებს კაცი მიდი ლაშა მიდი. საქმეებს მოვაცდენ. კარგი დაგტოვეთ. გია ქვია. გავიგე. დეტარაზე ლაპარაკობენ რა სასიამოვნო კაცის ჩანს. ეთქობა სულ საქმეზეა მოსული. კარგად ნახვამდი. კარგად იყავით. კარგად. აბლობა დიდი. რაღაცა გადასცა. გადასცა ფულის არა უნდა იყოს. აშკარად შავი ფულია კი. ვაიმე ბატონო პროფესორი იქნება ტექნიკურად კითხოთ ლაშას ფული თუ აქვს ფული კითხეთ. ლაშა ხოდი ერთი წუთი. კარგად იყავით. აშ ბოდიში მაგ 300 ლარი ხომ არ გაქვს რომ ასე. 300? კი. არ მინდა. მე ბახტოვთ გიორგი და პაატა მელოდებიან და უხერხულია ხო არ ვალოდინებ 1 საათია უკვე მელოდებიან. მეც მეჩქარება ნუ ვიცოლა. კარგად იყავით, კარგად. ნახვამდის და რა სასიამოვნო კაცი იყო. რა უნდა ნეტალაშასთან არა უნდა ავიდე. ელენესთან და უთხრა რომ მიხედოს თავის ძმას. ჩამოვალ მერე და თათიას ვეთყვი დატოვა და მიხდო და საყვედურს ვეთყვი ძალიან დიდ. და დღეს რამდენი საქმე მქონია. ოიმე მოდი აი რა ვიცი ხა რა მინდოდა ხა ეს საწყალი თევზი ხა იქნება იდგა და თავის შეყვარებულს ელაპარაკებოდა მე კიდე რატო გავაკეთე ხა ეს ვერ გავიგე არა არ მინდა ეს ლაშინის პატა არ დაიღალე წაბითე არ დაიღალე პატა კი მაგრამ უნდა დავიტანჯო მე ხო ღირსია უნდა დავიტანჯო ხო და ძალიან დამიღალა ფეხი და ბატონო პროფესორო ერთის კამი წამოვიდეთ მარტო გიორგი პროფესორო გიორგი მომისმე გინდა ისა მე მუხლებზე და ხელებზე დავდგები შენ ზურზე შემაჯექი და ეგრე ითევზაო მე ხო ღირსი ვარ მაგრამ აგირა პატა აგინდა კარგი აუ დავიჭირო გაიქცა რა თევზი იყო პროფესორო რა თევზი იყო შუნა კარას რაკჭის გამხიარულდი ცოტა ნახე რა ხედია შეხედე კარგი ეს რა ხედია ხედი იყო ჩემი ფაინს და დურბინით რო ვიყურებოდი ხო რა ვიცი სამაგიეროდ ეს ხედი არ გათხოვდება დავიჭი ვიხედე შენ აუ კიდე გაიქცა რა ეს რა იყო ბატონო პროფესორო რა თევზი იყო ჰა კარას ავიცი რა არის რანაირი ბუნებაა საწამო მიყვანებს კაცო რა ნიანგი აქ არა რომ დამგლიჯოს აქ ანაკონდა არა რომ გადამყლაპოს რა საწამო მიყვანებს რანაირი ბუნებაა ეს რა ამაგიეროდ ყოღოები არის
შენ არ კბენენ ყოღოები? კბენენ. ხო? კბენენ, მაგრამ ღირსი ვარ, მე უნდა დავიტანჯო. კი, მიდით ყოღოებო, გამომწოვეთ სისხლი, დალიეთ ჩემი სისხლი, დამგლიჯეთ რომ დავიტანჯო ეს მზეს როგორ აჭერს შეხები რა. არა, ეხლა მივხვდი, თაფლი უნდა წამობერე. ხო და ტანზე უნდა შემეზინა და უნდა დავბრაწულიყავი ეს. მე ხო ღირსი. აუ, კიდე გამიქცა. ეს რაღა იყო, ეს სხვანაირი იყო რაღაც. რა იყო ისა? რა იყო და წყალთევზი. წყალთევზი გამიქცა რა. დავიდე. აბა როგორ გადავიჭერე ხლა მე წყალთევზი? მოდი. შენ სულა იცი? ხო და მე ხა ისე მოუჩი პროფესორს ნერვებს რომ გამოსულო მოგიწევ შენ და გაჩერდი ხა. ნახე გიორგი თევზი დავიჭირე. რა თევზია და კარასი. იცი რა შენ ბატონო პროფესორო თევზებს დაიჭერთ ხო? ცოტა ისეთი დაიჭირეთ, ბევრი მხარო ქონეს რომ გარჩევით რომ დავიტანჯო, გაიგე? ჭიაზე დაიჭირეთ ბატონო პროფესორო? არა ჭიაზე. შოდეს ნავცხვარი წამოვათქვი ნემსკალზე. კაი გემოვნება ქონია თევზებს. მომისმინეთ ის რა ქვია? ეს ჭიაყელები არ გჭირდება ჩვენ? არ გვინეჭია? გაუჩვით მაშინ თორე სოდოები არიან ესე და გაუშვა ესე. სოდოები არიან რა არის რა თქმა უნდა. მიდი ჭიაყელები, მიდი თქვენ მშობლებთან წადით ჭიაყელები. წადით საცოდავე, მიდი მშობლებთან, მიდი. ნახე შეხები ამ საცოდავებს როგორ მიიკლაკნებიან და მადლობას რომ მიხდიან. ნახე როგორ საცოდავად მიიკლაკნებიან, მადლობას მიხდიან. არა პრინცა. მაგრამ კარგია, ღირსი ვარ. ანკეც მიხედი, აი თევზი. ვაიმე. დაიჭირა. მოდია. ადგარდი ხარ მოდია. აი, კარგი თევზი დავიჭირე. ნახე. აი, თევზი. ოქრო თევზი. ოქროს რა, სუნიანო თევზი. ძალიან ხო, ერთი სურვილი მაქვს შენთან და გეხვეწები უარი არ მითხრა რა. გეხვეწები ერთ რაღაცას ხსოვრო, ჩემი დურბინდა იქნება დამიბრუნა ოქროს თევზო. გეხვეწები დამიბრუნა ჩემი დურბინდა რა. გეხვეწები, ხო დამიბრუნე ჩემი დურბინდა, ძალიან ხო და გაგიშე. ერთი სურვილი მაქვს, ხო? კარგი, კეთილი ოქროს თევზი ხარ. გენაცვალე. კარგი, მიდი, წადი. მეგონი მოკვდა. შენ ძენცევზი გადაყარე რომ მე მგონი უკვე მეორე წრეზე ვიჭერ. წავიდეთ ბატონო პროფესორი. წავიდეთ. ვეღაც თევზს ვიჭერ, ვერც ეს გავამხიარულეთ. წავიდეთ, თქო მე ფიხი წამოვალ თქვენ მანქანით წადით. რა, ან უკეთეს გეტყვით. გამომაბით თოკით მანქანაზე და მათრიეთ სახამდე რომ დამეშეშოთ გვერდები და ვიცვალო. ვაიმე კოღო გადავყდა. ხალი დამალეველი კოღო. ვაიმე ჭიხოთ. აბა დონი. ეს წყალი არ უნდა დაგელია, თევზიანია. რა? თევზიანი. მოკო თევზიანი წყალი იყო? რა თევზიანი იყო? არას. ვაიმე. არას. ეგონი ლიფსიტა გადაყლაპე. დიახ, ლაშავარ. დიახ. რამდენი გნებავთ თქვენ? აჰა, გასაგებია. იცით რა, იქ ცოტა პრობლემურ. საბრძანდებით თქვენ რომ იცით რა, ახლა ისეთ ადგილასავარ ვერ გელაპარაკებით და ძალიან კარგი, მაშინ 2 წუთში მანდვიქნები და ფულზეც და დეტალებზეც დავილაპარაკოთ, ხო? კარგით, დროებით. წავედი მე. გაიგე?
თეკლა, რა თქვა ეხლა ისეთი? რა თქვა, ელენე ვიღაცა შეუთავდა შეხვედრაზე და ფულზე უნდა მოელაპარაკოს. აიმე, ელენე, მე მგონი ლაშა ყიდის რაღაცას. თეკლა, შენ ფიქრობ, რომ ფიქრობ კი არა, ელენე ეგრე გამოდის. წარმოიდგინე, ესე იგი, ლაშას სამსახური არ აქვს და ბევრი ფული აქვს. ხო. თან არ გვეუბნება საიდან აქვს ეს ბევრი ფული და ვიღაცებას ჩუმად ხვდება. აიმე, ელენე. მე მგონი ლაშა ჩუმად ყიდის ნარკოტიკს. არ თქვა. ებს დამჩა სათქმელი და არ თქვა? გამოდის რომ ლაშა ჩუმად ყიდის ნარკოტიკ. არა, არ მჯერა, მაგას ვერ დავიჯერებ. ელენე, რას ვერ დაიჯერებ? აი, წარმოიდგინე. ლაშამ რომ პირველი ცოლი მოიყვანა, აი მაგ დროს ვინმეს რო შეთვის ეთქვა, რომ კიდე სამ ცოლს მოიყვანსო, ხო არ დაიჯერებდი? აიმე, თეკლა როგორი მაგალითი მოიყვანე. ხო, გონი დავიჯერე. მაგ არ მჯერა. არ მჯერა. ელენე, გეუბნები რაღაცა საქმეშია გადაგული. თეკლა, ნუნუა და არაფერი წამოგწდეს. აგიშდი ელენე. გამარჯობა გოგოებო, დედა როგორ ნერვიულობ ლაშას ამბავზე, ელენე რო აი არ ვიცი რა. თეკლა, როდის მოასწარი? რა? როდის მოასწარი? გეუბნები ელენე ეთყობა აზრებს კითხულობს. ელენე დღეს ბარში რომ შევედი ლაშა ისეთ საეჭვო ადამიანთან ერთად იჯდა რომ აი გული გამისკრა. იცი როგორ იყო შეუხედავი, შავი სათვალით, შავი ლაბადით, 2 მეტრიანი ბოროტი ღიმილით. ხათრომახსენებ აი გული მისკრება. მე რო გადიოდა ლაშას ეს რაღაცნაირად უთხრა. ნახვამდის. ალბათ დაშიფრული ინფორმაცია გადასცა. თუ გადიოდა ეთყოდა ნახვამდის. აბა რას ეთყოდა? ელენე, შენი გაყოფილ ხარ და ეხლა ჩემი ნუმასწავლი. მე ძალიან ნერვიულობ ლაშაზე. ჩვენს ნერვიულობ. ხო, მე დასარეკი მაქვს ერთი გავავდი. აი ელენე, შენ ამ ბოლო დროს ვერ ამჩნევ შენ ძმას. ცი სულ შეიცვალა, სულ სადღაც ეჩქარება. მე მგონი აშკარად ცუდ საქმეშია გახვეული. კი, ცუდ საქმეშია გახვეული. აი მეცი, რა არიცი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლოდ მოქმედი სახე აქვს. აი ცისფერი თვალები, ეს ქერათმები და ეს ფუმფულა ლოყები. ისე დაახასიათეთ, ბოროტ მოქმედი კი არა, ფერია გამოვიდა. ელენე, არ მინდოდა შემთხვევით ლაშას პერანგი გადადენა, აი ეს ამოვარდა ჯიბიდან. რა არის ეს? ნარკოტიკ. ვაიმე, გადი იქით! არ გიცნობთ, არ მიცნობთ, მე აქ არა ყოფილა. ვაიმე, შეგავი, ლაშა დაიჭერეთ ხა და ციხე ჩასვავე. არა, ქალბატონო, ნუ, მე ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს გავყიდი და ლაშას ციხეში არ ჩავასმევი. ვაიმე, აბარა, ეს ახლიც უნდა გაყიდოთ. რამდენს მოგცემენ დიდი 70, თქვენ ახლა გეჩქარება და დააკლებთ ალბათ და 62-ზე მეც კი ვიფიქრებ, რა ვიცი, მოიფიქრეთ აბა. საღამომშვიდობით მოგიცოლა. ვაიმე, არ მომესალმო და ჩემი სახელი არ ახსენო. პირველად მიხარია ცხოვრებაში, რომ ჩემი ემზადი უსაქმურია და ლოქი. როდი ვარ თამას? ვითომ არიცი? ლიფტის ფული არა გვაქვს დადებული? აი გამომართვით და მიეც ადამიანს კაცო. მე გაწიოლა შენ ფული აქედან. მაგ ფულს ჩვენ ხალხს არ მოვკიდებთ. როდი ვარ თეკლა ველენსა? რატომ ლაშა, რატომ? სად არის ნიკა საქმე მაქვს? ნიკას არა საქმე გაქვს. ჩვენ ვიცით რა საქმეც მაქვს. ლაშა, ბავშვს თავი დაანებე. რაც კიდე ისქენი ოღონდ ამ სახლში არა. ლაშა, წადი აქედან, წადი ამ სახლიდან. წავიდე? რა უნდა წავიდე? მაშინ ჩვენ წავალთ. მოიცა საწახო თქვენ რამდენი ხართ მე ერთი ვარ ისევ მეწავალ ზოგადად. მაგრამ ამისენი ხალხო რატო უნდა წავიდე აქედან? ლაშა, როგორ არ გწხვენია რა? დღისით, მზისით. ჯერეთი ახლა ღამეა. ხო, ღამით, მთვარით. ამიხსენეთ ხალხო, იქნებ გამაგებინოთ რა შეასაქმე. თეკლა, მიდის ლაშა. მიდის? მაშინ ვერ აქვს. კარგი, წავალ, ავიღებ ჩემს ნივთებს და წავალ. ნივთებსო. თეკლა,
ნიკას გამოვაკეთებ ამას. რა მაგალითს აიღებს ლაშასგან? ხო, აბა. აი, ერთადერთი ნორმალური ბიჭი დარჩა ამ კორპუსში. ელენე, მომისმინე. ლაშა სახშია ძალიან ცუდად ვარ და წამალი მინდა. თეკლა, შენ ალბათ ფრიდონზე ამბობდი, ხო? კარგი ხალხო, რა გჭირთ ძალიან ცუდად ვარ, რატო არ გჯერათ ჩემ ეხლა? დარბიან ეს კიბორჩხალები მუცებს. დაძევენ ამ ლიფსიტას და თუ დაიჭერეს ეს საწყალი მე პანჩურებს ურტყავ. დაუძახეთ ლაშა სამალი მომეც. ოჩახ პატარა, მე შენგან ამას ნამდვილად არ ვიფიქრებდი. რას ლიფსიტა? აი გამომართვი წამალი პატა. თეკლა, რას აკეთებ? აიღოს და წავიდეს. გავიგე ხალხო რა ხდება ლაშა მოდი ერთი წუთი შენ მაინც ამიხსენი რა ჭირს ეხლა ვერ გავიგებ რა ხა შენ სადღან მიდიხარ სად მიდივარ და შენთან მივდივარ პადა წამო ცუდა რაღაც შემიძლია წამო დროზე გადაგაჭრე ჩადი მიდი რა გჭირთ ხალხო ალო ელენე არ გამეთიშო ელე ოხ მე რა კიდე გამეთიშა ალო თეკლა არ გამეთიშო თეკლა ოხ რა ახლა მე გამეთიშა ეს ტელეფონი კიდე რა გავგიჟდები რა უნდა ვერ ვხვდები რა ამეჩი რა რა პატა რა გჭირს სახეზე რა ვიცი აი თეკლამ რო წამალი მომცა ის შევჭამდი და კარგი წამალი გამოდგა ისა ხო იცი კარგი წამალი გამოდგა წამე და კარგი გამოდგა მოიჭადე აღარ დაძდევენ ის კიბორჩხალები იმ ლიფსიტას იმას ლიფსიტას კი დაძდევენ მაგრამ ეს სადღაც შეიმალა და იგე დაიმალა და იქნა ყურის მოიჭადე აბა კარგი წამალიაო კარგია მე კარგია უფრო ამტკიდა მუცელი და კარგია იმიტომ რომ მე უნდა დავიტანჯო ხო ამატკია მუცელი და ვიტანჯები ხა ძალიან კარგი წამალია აი ეგ მიდი ლიფსიტა მიდი დაიმალე და არ გამოხვიდე რომ არ დაგიჭირო კი ბოჩხალე მიდი როცა გეტყვი ი მაშინ გამოდი როცა გეტყვი არ გამოხვიდე ო